მე ძალიან უცნაურად მეჩვენება ჩვენი გაყურსულობა და ესეთი მომლოდინის როლში ყოფნა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენ ყველას, ვისაც ეს ეხება, არა გვაქვს კარგად გაცნობიერებული, რომ ის კი არა რომ რაღაცა პოლიტიკური კეკუცობისთვის თუ რაღაც განცხადებების გასაკეთებლად, რომ დღეს მართლა წყდება უკრაინის ქუჩებში, უკრაინის ქალაქებში და სოფლებში საქართველოს ბედიც. აი ეს ეხა ამას რომ ლაპარაკობთ, ეს შთაბეჭდილებაა, რომ აი უბრალოდ რაღაცა ესეთი ლამაზი ფრაზა თუ ასია და თუ მართლა გვესმის, როგორ შეიძლება რომ აქამდე არ ჩასულიყო საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, როგორც პარლამენტის, როგორც პარლამენტის ოფიციალური, რომლის შემადგენლობაში იქნებოდნენ უმრავლესობის და უმცირესობის წევრები, როგორც ჩვენ დავდივართ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ან ვინც არის იმ დროს ამა თუ იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, იმის ხელმძღვანელობით, სადაც შედის როგორც წესი პარლამენტის უმრავლესობის რამოდენიმე წევრი და უმეტეს შემთხვევაში ერთი წევრი მაინც უმცირესობიდან და როგორ შეიძლება რომ აქამდე პარლამენტს აი ესეთი დელეგაცია არ გაეგზავნა ან მთავრობას არ გაეგზავნა. გაუგებარი იყო ჩემთვის მესმის რომ გარკვეული სიფრთხილე შეიძლება გამოიჩინო, მაგრამ იგივე თუნდაც ჰუმანიტარულ სფეროში მარტო ლადო გაბაშვილმა, ექიმმა, ჩვენმა მეგობარმა Facebook-ით შეძლო რამოდენიმე ადამიანის შეკრება თავისი ინიციატივით ჩავიდნენ მერიამ, ქალაქის თბილისის მერიამ დააფინანსა და იქ უბრალოდ ექიმები მკურნალობდნენ ხალხს. ხო შეიძლება და ოფიციალურადაც ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროს გაეგზავნა, ან ეს ხო ჰუმანიტარული საკითხი, ეს ხო არ არის რაღაცა ომში ჩართვა, ხო? ან ხო შეიძლება და უკრაინელი, როგორც უკრაინელებმა თავის დროზე გააკეთეს, იმას ვlapარაკობ. ხო? თუნდაც ის გაუკეთებია, თუნდაც ის გაგვემეორებია, რაც იმათმა გააკეთეს ჩვენთან მიმართებაში. უკრაინელი დაჭრილები არასაკმარისია რეაქცია ხელისუფლების და კონკრეტული ნაბიჯები. რა არის ამის მიზეზი მაშინ? მე გეუბნებით რა არ გავაკეთეთ და საკმარისია თუ არა, მე თქვენთან განსაზღვროთ და ხალხმა განსაზღვროს, ხო? ან თუნდაც ის დაჭრილები, რომლებიც არიან იქა, ხო? და ძალიან ბევრი სამწუხაროდ გარდაიცვლება, იმიტომ რომ მძიმე დაჭრილები არიან, მძიმე დაშავებულები არიან და ვერ გადარჩებიან. ზოგიერთი მათგანი, ვისი გადარჩენაც შესაძლებელია პოტენციალურად ჩამოვიყვანო და ჩვენ აქ უნკურნალოთ. აი რა პრობლემა იყო აქ, ხო? და სხვა ბევრი რაღაცა ამდაგვარი გაგვეკეთებია, ხო? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ მე უბრალოდ ვიცი, რომ ირაკლი ალასანიამ დაურეკა მის კოლეგას, მაგრამ მეორე მხრივ მიკვირს და ამას მივესალმები ნამდვილად და იმედი მაქვს, რომ